მოგესალმებით, ჩაიფიქრეთ ნებისმიერი სურვილი, რომელიც ახლა თქვენ გაინტერესებთ და ვნახოთ უახლოეს მომავალში ასრულდება თუ არა, კი თუ არა. უახლოესი მომავალი განსაზღვროთ მაქსიმუმ 1 თვე, მინიმუმ ალბათ, რა ვიცი, 1 კვირა. სურვილი ასრულდება თუ არა უახლოეს მომავალში, კი თუ არა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი და მეოთხე ვარიანტი. 4 ვარიანტი გვექნება დღეს. სურვილების გსაჯვარედინი. პირველი ვარიანტი დახვრეტილი ქვა. მეორე ვარიანტი გვექნება ამეთვისტო. მესამე ვარიანტი გვექნება იასპის სამაჯური და მეოთხე ვარიანტი გვექნება ესეთი ვეფხვის თვალის ლომის თავი. აი ეს. დახუჭეთ ახლა თვალები და ჩაიფიქრეთ სურვილი. მე კი გიპასუხებთ. კი თუ არა. ასრულდება თუ არა უახლოეს მომავალში. დაინახეთ ეს თქვენი სურვილი, რომელიც გინდათ რომ უახლოეს მომავალში მიიღოთ. დავიწყეთ. პირველი ვარიანტი. კი თუ არა. სამწუხაროდ არა. არა. იმიტომ რომ პირველ რიგში არის გარკვეული სირთულეები ამ სურვილის ასრულების გზაზე და თითქოს მთლიან სურათს ჯერჯერობით ვერ ხედავთ. კიდევ არის აქ ერთი მომენტი, რომ შესაძლებელია არ გჯეროდეთ ამ სურვილის ასრულების. ნახეთ, ერთია, როდესაც მე მინდა რომ სურვილი ასრულდეს, მაგრამ მეორეა მე რამდენად მჯერა ამ სურვილის ასრულების. მე აქ მაჩვენებს, რომ თქვენი კომპასი კის და არას შორის უფრო მეტად ანუ თქვენი სურათი, როგორც თქვენ ხედავთ ამ ყველაფერს, ხომ? უფრო მეტად წარმოგიდგენიათ არარეალურად ასრულებული სურვილი, ვიდრე რეალურად რა უშლის ამ სურვილს ასრულებაში ხელს. სურვილს ალბათ უფრო მეტად ის, რომ ეს არის იდეის დონეზე. ეს არის იდეის დონეზე, ეს არის გარკვეული ნაპერწკალი, რომელიც ჩნდება თქვენს თავში. შესაძლოა რაღაცა ამ ნაპერწკალმა мотиваციამ რაღაცა პერიოდი გასტანოს, მაგრამ მე რაღაცნაირად თითქოს მოვლენები ისე ლაგდება, პროვოკაციები ისე ერთვება ამ სურვილის ირგვლივ წინააღმდეგობაში, რომ იკარგება სურვილიც, იკარგება мотиваციაც და იკარგება რწმენაც, რომ ეს სურვილი ასრულდება. ამიტომ კი, აქ გეტყვით, რომ არა, სურვილი ამ პერიოდის განმავლობაში ნაკლებად ასრულებადია და აქ კიდევ სურვილი იცით, რატომ ასრულდება? იმიტომ რომ ბალანსი გაქვთ დაკარგული. ბალანსი გაქვთ დაკარგული. ანუ თავის დროზე იმაზე მეტი გაეცით, იმაზე ან ახლაც იმაზე მეც გასცემთ, ვიდრე იღებთ. საკუთარ თავთან გაქვთ ეს ბალანსი დაკარგული. ყოველთვის არ ვიცი, ბოლო ყველაფერსაც გაგაჩნიათ იგლეჯთ, იმიტომ რომ სხვა იყოს კარგად და თქვენ ამით გასწავლიან და გეუბნებიან, რომ სანამ საკუთარ თავზე არ იზრუნებ, სანამ საკუთარ თავს არ დააფასებ ამ ყველაფერში სათანადოდ, ეს სურვილი არ ასრულდება. იმ ფორმით და იმ სისრულით და იმ სიმყიფით, არ ვიცი, როგორითაც გინდათ რომ ეს სურვილი მოვიდეს. დაგიმშვიდობებით პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი ამეთვისტო, ასრულდება თუ არა ჩაფიქრებულ პერიოდში თქვენი სურვილი 10-იანების თასები. 10-იანების თასები ძალიან დადებითი არკანია.
ეს აჩვენებს ოჯახს, ეს აჩვენებს მთლიანობას, ეს აჩვენებს შესაძლებელია ახალ ოჯახის წევრს, ეს შეიძლება ასევე ნიშნავდეს ნამატს ოჯახში. როდესაც თქვენი საგვარეულო ხე, თქვენი ოჯახი ხარობს, ბედნიერია ამ ყველაფრით და ძალიან ბევრი დადებითი ემოციები მოდის ამ ყველაფერთან მიმართებაში, სიხარულის, დღესასწაულის ემოციებს ვხედავ ძალიან ბევრს, როდესაც აი თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა. არ ვიცი რა ჩაიფიქრეთ აქ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სურვილი თქვენთან მოდის აი ამ ფორმით. როდესაც ყველაფერი ლაგდება ისე, რომ ყველა ბედნიერია თითქოს. სრულდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილი. ჯერ რაღაცა უნდა მოხდეს, რაღაცა უნდა გაიხსნას, რაღაცა ბარიერი უნდა გაიხსნას თითქოს, არ ვიცი ეს რას გეუბნებათ ხომ? ამ სურვილის ასრულებამდე არ გაივლით რთულ პერიოდს. ნამდვილად რთული იქნება, ხო? გამოწვევებით იქნება სავსე ეს ყველაფერი. გამოწვევებით იქნება სავსე და მაჩვენებს რომ მე რაღაცა გაცხადდება. გაცხადდება. კი. და სხვა შორის ამ სურვილის ასრულებაში ძალიან ინტენსიურად ჩანს პარტნიორობა, კოლეგიალობა, ურთიერთობა, მაგრამ რთულად მოდის სურვილი, პირდაპირ გეუბნებით. სიგნიფიკატორი ათენების თასებია, მაგრამ აი ამ სურვილამდე დრაკონებიც უნდა დაამარცხოთ, შიშებიც უნდა დაამარცხოთ, სირთულეებიც უნდა დაამარცხოთ, საკუთარ უიმედობას ეს თვალებში უნდა ჩახედოთ და მე მაჩვენებს რომ ეს მოდის, დგება ეს შედეგი. დგება ეს შედეგი და ბედნიერი ხართ ამ შედეგით. მეორე ვარიანტი, რაღაც კითხვა მაქვს? არ ვიცი ამას როგორ წავიკითხავ, მაგრამ ეძებეთ თქვენი სურვილი, აი ეს არის მინიშნება, ეძებეთ, ეძიეთ. ის ან იმალება ახლა თქვენგან, ან აი რაღაცა არ არის ხილული ჯერჯერობით თქვენთვის ყველაფერი. შეიძლება ახლა ფიქრობდეთ, რომ ეს სურვილი არ ასრულდება, მაგრამ ასრულდება ეს სურვილი. ასრულდება ეს სურვილი. არასტანდარტულად ასრულდება ეს სურვილი მაჩვენებს. თითქოს რაღაცა დრო სჭირდება. ამ სურვილს სჭირდება დრო. ანუ არასტანდარტულად ასრულდება. აი ისე რომ ვერც კი წარმოიდგენდით ისე ასრულდება იმ სცენარით, იმ ფორმით. ხო? რაღაცა ძალიან დიდ გასწავლით და გაჩვენებთ ეს სურვილი თქვენ. დაინახავთ ვინ არის, ესეც აბსოლუტურად შესაძლებელია, ხო? დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი. მე ვიხრები პასუხი კისკენ რთულად, მაგრამ კი. მესამე ვარიანტი, ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი ჩაფიქრებულ პერიოდში. ორიანების კვერთხები ჩაფიქრებულ პერიოდში ასრულდება თუ არა, უნდა დაეხმაროთ ამ სურვილს რომ ასრულდეს, უნდა დაეხმაროთ თქვენი ქმედებით. სხვა შორის უნდა დაეხმაროთ თქვენი მაგიით. კოლეგების საყურადღებოდ ხო გჭირდებათ აქ რაღაც ქმედება, რაც კიდევ უფრო მეტად ანუ თითქოს ეს არის ჩანასახი, რომელსაც ჯერ მიმართულება არ აქვს მაჩვენებს. უნდა დახმარება სჭირდება. როგორ ნაისრულოთ ეს სურვილი? აი ხედავთ როგორი მაგიურია თქვენი გაშლა. კი, აი იმოქმედეთ, სულ უნდა იმოქმედოთ, სულ მათ შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოთ, რაც შეიძლება მეტი უნდა გაიგოთ. ხო, აქ შეიძლება საჭირო იყოს მუდმივი მოძრაობა, ინფორმაციის მოძიება და ესე იგი არ შეშინება იმ იდეებისა, რომელიც შეიძლება რაღაცაერთ აბსურდულადაც კი გეჩვენებათ, ხვდებით ხო? აქ ამბობენ რომ კი, სურვილი ასრულდება. სურვილი აუცილებლად ასრულდება, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ამის ძალა და ამის ენერგია, რომ ეს სურვილი ასრულდეს. გაქვთ ამის ძალა და ამის ენერგია. აქაც მაჩვენებს, რომ როგორც მეორე ვარიანტი, ეს რთული იქნება. იმედებიც გადაიწურება, ხო, ხანდახან, იმიტომ რომ უფრო მეტად ნახეთ, როგორი რაღაც არის
არის სურვილი, მაგრამ ცოტა არის ინფორმაცია, ცოტა არის კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია საჭირო, კიდევ უფრო მეტი მოქმედება არის საჭირო. აი ძალიან 50-50-ზე ვიტყოდი, თვად კისაც ვერ ვიტყოდ, მაგრამ არასთქმაც არ შემიძლია, იმიტომ რომ აქ უფრო მეტად მიზეზს ამბობენ და საჭირო ინსტრუმენტებს რა გჭირდებათ ამ სურვილის სასასრულებლად. აქ თქვენ გეუბნებიან, რომ მეტი გაქვს სასწავლი, მეტი გაქვს სამუშაო, მეტი გაქვს გასაგები, გამოგცდიან ძალები, ხო თუ კი პირველივე იმედგაცრუებაზე გატრიალდი უკან და აღარ გააგრძელე მოძრაობა, ძიება, ეს მხრების ჩამოყრის ტოლფასია. გამიგეთ ხომ? მოგიწევთ გარკვეული ბარიერების გადალახვა, მოგიწევთ. და აი ხო გეუბნებით, ორიანით დაიწყო, ორიანით დასრულდა. ფაქტურად თქვენი აი ეს სურვილი მე ერთ თვეში იმდენად არა, რამდენადაც შეფასებული იქნება, რამდენად იმსახურებთ. მიხვდით ხომ, რამდენად ბევრი ენერგია ჩადეთ, ცოდნა ჩადეთ ამაში, ხო? საჭიროა ყველანაირი ხერხების, მოდი ასე ვთქვათ, ჩართულობა იმაში, რომ ეს სურვილი აისრულოთ. ამიტომ ჯერ აი ძალიან 50-50-ზე არის ეს სურვილი, მე მაინტერესებს მესამე ვარიანტი, რა ჩაიფიქრეთ თუ საიდუმლო არ არის და თუ აჩვენებს ესეთ პასუხს. და მეოთხე ვარიანტი. თქვენი ჩაფიქრებული სურვილი ჩაფიქრებულ პერიოდში ასრულდება თუ არა. ხმლების მეფე. შეიძლება მამაკაცის გავლით ასრულდეს ეს სურვილი? რას გულისხმობს ხმლების მეფე? ვნახოთ. არა, მე უფრო მაჩვენებს, რომ ეს ადამიანი ხელის შემშლელი უფრო მეტად არის, ვიდრე ხელის მომმართველი ამ სურვილში. მიღაცას მოკლე საბელზე ყავხართ. მოკლე საბელზე ყავხართ და არ გიშვებთ, რომ ეს სურვილი აისრულოთ. ჯერ ეს საბელი გაწყვიტეთ. ეს შეიძლება იყოს ადამიანის манипуляცია, ჩანერგილი შიშები, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ წინააღმდეგობა, ადამიანი არ მოგყვებოდეთ და ფიქრობდეს, რომ თქვენი სურვილები, რა ვიცი, განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთ გზაზე მიდის, მეორე გზაზე, ხო? აქ დიდი წინააღმდეგობა მოდის. რატომ არ სრულდება ჩაფიქრებული სურვილი? ხო, აი, აკრძალვა, კი, მე მამაკაცისგან მოდის ეს მენტალური გალია, ხო, რომელშიც ჯდებით. ეს შეიძლება შიშიც იყოს, ეს შეიძლება ეს არის ადამიანი, რომელსაც თქვენზე შეიძლება რაღაცა გარკვეული ავტორიტეტი ქონდეს, არ ვიცი, მამა, მეუღლე, კოლეგა სამსახურში ან უფროსი სამსახურში, ხო, იმიტომ რომ თქვენ თვლით, რომ ის თქვენზე ძლიერია. დანარჩენი თქვენ გასაზღვრეთ, იმიტომ რომ აქ ადამიანი ხელის შემშლელი ფაქტორი არის ნამდვილად და ადამიანი გსვამთ ამ სურვილის არასრულების გალიაში. ალბათ ყველა თქვენ ცნობიერად ლომი არ აგერჩევიათ, იმიტომ რომ აქ აშკარად ნამდვილად მამაკაც შესაძლოა ხედავდეთ როგორც თქვენზე ბევრად ძლიერ ავტორიტეტულ და ესეთ პიროვნებად, ხო, ადამიანად, რომელიც არ მოგცემთ ამის საშუალებას, როგორც სიტყვიერად, ასევე შესაძლოა ფიზიკურადაც კი. მე კი დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით.